გაიხსენეთ ის გულისხმობთ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში. მე რატომ ისვამთ ამ შეკითხვას? სამიზნე მინიმუმ 4 პროდასავლური ოპოზიციური პარტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ოპოზიციურად განწყობილ ამ მომრჩეველს არჩევანის გარეშე დატოვებას უპირებს. მხოლოდ მის მიერ ლეგიტიმურად გამოცხადებული ბოლო არჩევნების მიხედვითაც კი მინიმუმ 40%-ს. ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიგრძალება. პოლიტიკური ოპონენტების კანონის სახელით აკრძალვა ოლიგარქის საარჩევნო დაპირების 13 წლიანი ისტორიიდან ის გამონაკლისი აღმოჩნდა, რომლის შესრულებაც ეჩქარება. საგამოძიებო კომისიის მუშაობაც კი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შესწავლა დაავალა, ფორმალურად თავადვე აქცია. პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივი ვერდიქტიც გამოდანილია, მიუხედავად იმისა, რომ ეს წესით საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ის პროცესი, რასაც დღეს აქვს ადგილი, რასაც ახორციელებენ ეგრეთ წოდებული დესტრუქციული ოპოზიციური ძალები, პირდაპირ ხელს უშლის საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების ჩამოყალიბებას. მათ ფაქტიურად მითვისებული აქვთ ოპოზიციური ველი. ოპონენტების დევნის, უფრო კონკრეტულად კი გაქრობის ახალ ეტაპზე გადასვლა ოლიგარქის არც ერთ სამიზნეს დღეს არ აკვირვებს. რუსული სცენარის მომდევნო საფეხური სწორედ ასე წარმოედგინათ. პარტია არის იდეა, არის იდეალები, არის ღირებულებები, არის ქვეყნის სიყვარული და ადამიანები, რომლებიც ერთიანდებიან ამ ყველაფერს ირგვლივ, ამიტომ სასაცილოა მდინარაძის განცხადება, რომ ის გააკეთებს იმას, რაც ვერ გააკეთა რუსეთმა, მან ვერ გააუქმა ვერც ქართული სახელმწიფო და ვერც ის პარტია, რომელიც იმ დროს იცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და დაიცავს დღესაც, ხვალაც და მანამ სანამ ჩვენ არ გავწევრიანდებით ევროკავშირში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა გახდეს შეუქცევადი. რეპრესიის მცდელობა იქნება მასშტაბური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ეს არის ისეთი რამ, რაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია გააზრებული გვაქვს. არაფერი ახალი ან შოკის მომგვრელი ჩემთვის აქ არ არის, იმიტომ ეს ყველაფერი ივანიშვილმა გამოაცხადა 2024 წლის აპრილში საკუთარი რეპრესიული სიტყვით გამოსვლისას. ამიტომაც ეს არის ისეთი რამ, რაც ჩვენთვის არის კარგად ცნობილი. ჩვენ გააზრებული ვართ რა ბრძოლაში ვართ და გააზრებულად ვაგრძელებთ ბრძოლას. იმისთვის, რომ კანონის სახელით ოპონენტების აკრძალვის ფორმალური საფუძვლები შექმნას, ქართულმა ოცნებამ უკვე გააფართოვა მის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის მანდატი. ის ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ 9 წლიან საქმიანობას არ შეისწავლის, არამედ დღემდე და არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის. ბიძინა ივანიშვილი ამ პარტიის მემკვიდრედ გამოაცხადებს სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ გაერთიანებებსაც და მათ კოლექტიურად გაასამართლებს. სიაში აღმოჩნდა ოლიგარქის ერთდროს რჩეული პრემიერის გიორგი გახარიას გუნდიც. ის რომ საბჭოთა წარსული ხიბლავს ბატონ ივანიშვილს, სადაც ერთი პარტია მართავდა ქვეყანას, ეს სიახლე ნამდვილად არ არის და ამას უნარი ჭირდება და განხორციელება და დავალოდებით რა თქმა უნდა რამდენად აღმოჩნდებათ იმის უნარი, იმიტომ რომ წინააღმდეგობას რა თქმა უნდა გავწევთ იმისთვის, რომ საქართველოს არ გადმოდეს იმ საბჭოთა წარსულში. ამაზე სწორი და ადეკვატური პასუხი არის პროტესტისთვის ახალი სულის და ახალი ენერგიის ასე ვთქვათ მიცემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის სახალხო პოლიტიკა. უნდა მორჩეს რაღაც კაბინეტებში პოლიტიკა მათ შორის ოპოზიციაში, რომლის წევრებსაც ყოველთვის იჭერენ. ეს უნდა მორჩეს და უნდა დაიწყოს სახალხო პოლიტიკა. ქართულმა ოცნებამ, დინარაძემ და იმ ადამიანებმა თქვეს, რომ ჩვენ გავანადგურებთ ოპოზიციას, გავაუქმებთ მათ, ფიზიკურად გავაშავებთ, დავიჭერთ, ქვეყნიდან გავაძევებთ და პარტიულად და ორგანიზაციულად უბრალოდ მათ არ ექნებათ იმის შესაძლებლობა ისედაც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ამის გამოსავალი არის კულუარული პოლიტიკა გახდეს სახალხო პოლიტიკა. პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ხელი საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მოაწეროს, რომელსაც ქართული ოცნება სარჩელით მიმართავს და კიდევ ერთი უპრეცედენტო საქმის საქართველოს კონსტიტუციის სახელით მოგვარებას მოსთხოვს. იურისტების განმარტებით ოლიგარქის პარტია ამ ნაბიჯით კონსტიტუციურ ღირებულებებს თავდაყირა აყენებს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში პარტიის აკრძალვა გამართლებულია მხოლოდ იმ მიზეზით, თუ ეს თავის დასაცავად თავად დემოკრატიას სჭირდება. მექანიზმს, რომელსაც იყენებენ ისინი, არის ეწოდება საკონსტიტუციო თეორიაში, როგორც მებრძოლ დემოკრატია. დემოკრატია, რომელიც საკუთარ თავს იცავს ანტიდემოკრატიულ ძალებისგან. და ეხლა ესენი ამ მექანიზმს ბოროტად იყენებენ დემოკრატიის საბოლოო დასასამარებლად, ხო? ანუ დემოკრატიის დაცვის მოტივით, რამხელა ირონია, რომ ისინი ასამარებენ, აუქმებენ საბოლოო ჯამში დემოკრატიას. საერთოდ არ არის საჭირო
საკონსტიტუციოსთვის მისამართად რაიმე წინაპირობად ამ კომისიის ჩატარება თუ მსგავსი მოკლევის ჩატარება, ის რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს უბრალოდ რაღაც პოლიტიკური ცირკი იყო, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ის გვთავაზობს და ყურადღების გადასატანად ამას აკეთებს. უბრალოდ აქ შეგროვილ ინფორმაციას რა თქმა უნდა გამოიყენებს იმისთვის, რომ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს პარტიების სასაკრძალად. რა არის ამისთვის საჭირო? ამ ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში პირველ რიგში საჭირო არის პოლიტიკური ნება, რომ ასეთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. დანარჩენი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს პირობებში, რომელიც ჩვენ გვყავს, ფაქტობრივად ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა გაგვიკვირდეს. ქართულ კანონმდებლობაში ვკითხულობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება. სავარაუდოდ აქედან ერთ-ერთს ან სულაც რამდენიმე მძიმე ბრალს დაუდებს ოლიგარქის პარტია პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვის საქმეს ფორმალურ საფუძვლად. ეს მისია თია წულუკიას ჩაბარდა.